მოგესალმებით, ივანიშვილმა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ დასცინოს საქართველოს მოსახლეობას, მაშინ როცა საგანმანათლებლო სფერო, განსაკუთრებულად სასკოლო სფერო დგას უმძიმესი გამოწვევების წინაშე, მან გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთხელ შემოიტანოს დამცინავი სარკასტული ყალბი რეფორმის შემოთავაზება საქართველოს მოსახლეობისთვის. იმისთვის რომ გავიაზროთ რა ხდება დღეს სასკოლო განათლებაში, მარტივია ჩავხედოთ სტატისტიკას. UNICEF-ის და SACSTAT-ის ერთობლივი კვლევის თანახმად, ბავშვების 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში. ფულის არ ქონის გამო 45.3%-ს არ აქვს მისთვის სასურველი მცირე ერთი საგანმანათლებლო მასალაც კი, რაშიც იგულისხმება ლეპტოპი, წიგნები, სახატავი მასალა ან სამუსიკო ინსტრუმენტი. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს კვლევით საქართველოს წაკითხulis გააზრებაში 81 ქვეყანას შორის 77 ადგილზეა. მათემატიკაში კი მე-60 ადგილზე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 66 ადგილზე. ეს სტატისტიკა კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართული ოცნების და ივანიშვილის პირობებში სასკოლო განათლების კრახზე. სხვა ქვეყანაში ემიგრაციის გამო 2020-2025 წლებში სწავლა შეწყვიტა და საქართველოსდან მასობრივი ემიგრაციაში წავიდა 22,727 მოქალაქე. 222,727 მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა და წავიდა ემიგრაციაში მშობლებთან და ოჯახთან ერთად. საქართველოში 2080 სკოლა ფუნქციონირებს. აქედან 1400-მდე სკოლაში კვების ინფრასტრუქტურა საერთოდ უბრალოდ არ არსებობს. საქართველოს მთავრობის ანგარიში 2023-ში მათივე მონაცემების მიხედვით, ანუ ქვეყანაში 1 მილიარდი ლარის ღირებულების 800-მდე სკოლის მშენებლობა, რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს და აქედან 50%-ზე მეტი არის პრობლემური. თბილისში მათ შორის მოქალაქეებს ძალიან კარგად ესმით და ნაცნობია პრობლემა, რომ დაანგრიეს წლების განმავლობაში სასკოლო ინფრასტრუქტურა, სკოლები და მათი რეაბილიტაცია წლების განმავლობაში მე-6, მე-7, მე-8 წელს არის დაუსრულებელი, რის გამოც მშობლებს უწევთ მეორე, მესამე სმენაში ცვლაში ტარება მოქალაქეების, მოსწავლეების, რაც ძირითად პრობლემას წარმოადგენს, მათი გადაადგილება, უსაფრთხოება და სწავლის ხარისხი. ამ ვითარებაში, როცა სიღარიბემ შიმშილმა სასწავლო პროცესის დროს და სკოლებში შეჭამა საქართველოს მომავლის პერსპექტივები, ივანიშვილი კიდევ ერთხელ დაგვცინის და გამოდის ინიციატივით, რომ სასკოლო ფორმები პრიორიტეტად დააყენა ეს სასკოლო ფორმები შემოიღოს. მაშინ როცა ყოველი მეორე და მესამე ბავშვი შიმშილობს, მაშინ როცა ასობით სკოლა დანგრეულია და მათი რეაბილიტაცია კორუფციული რისკების ფონზე პრობლემურად მიმდინარეობს ან საერთოდ არ მიმდინარეობს, წარმოუდგენელია საუბრობდე სხვა ტიპის პრიორიტეტზე, ამ შემთხვევაში ლამაზ ფორმებზე მშიერი ბავშვებისთვის. ლელოს, რომლისთვისაც ეს პრობლემა ნიშნულოვანია წლების განმავლობაში, ბოლო 1 წლის პირობებში ლელომ დავაყენეთ უფასო კვების ინიციატივა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. 64 მუნიციპალიტეტი არსებობს საქართველოში და 63-ში დაყენებული გვაქვს უფასო კვების ინიციატივა. საკრებულოებში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ცხოროწყუში, თელავში, გორში, ყველგან საერთოდ. და ყველგან ქართული ოცნების მხრიდან მივიღეთ პასუხი, რომ არა, თურმე არ არსებობს ბიუჯეტი, მაგრამ არსებობს ბიუჯეტი ასეულობით მილიონი ლარის იმისთვის, რომ განაახლონ ავტოპარკი და ახალი ძვირიანი მანქანები იყიდან, არსებობს ყველაფრისთვის ბიუჯეტი, მაგრამ არ არსებობს მშიერი ბავშვებისთვის. ამ ვითარებაში ლელო გააგრძელებს ბრძოლას, დავაკონკრეტებ, რატომ 64-დან 63-ში. 64 მუნიციპალიტეტი არის წალენჯიხა, სადაც უფასო კვების პროექტი არსებობს და ეს პროექტი სწორედ დაიწყო კოალიციურმა ოპოზიციურმა უმრავლესობამ და ლელომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ საქმეში. ლელოს ძლიერი საქართველოს ლელო ბოლო წლებია აქტიურად ვაყენებ და გავაგრძელებთ ამ ბრძოლას. კიდევ ერთხელ გეტყვით, რა უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლი, უნდა შეწყდეს განათლების სფეროში კოსმეტიკური რეფორმები და ყურადღება მიექცეს მთავარს განათლების ხარისხს, შიმშილის დაძლევა სასკოლო პროცესის დროს და ინფრასტრუქტურის განახლებას და სწრაფად დასრულებას. უნდა მოგვარდეს ის ძირითადი გამოწვევები, რაც გავლენას ახდენს სასწავლო პროცესის ხარისხზე და მარტივი მოცემულობით უნდა განსაზღვროთ პრიორიტეტებად. რა არის უფრო სწრაფად და გადასაჭრელი პრობლემა? ეს არის შიმშილი სასწავლო პროცესის დროს თუ უბრალოდ ლამაზი ფორმები. ივანიშვილი ვერ შეძლებს კიდევ ერთხელ
მოატყუოს საქართველოს მოქალაქეები მოსახლეობა და გადაატანინოს ყურადღება არაარსებით პრობლემაზე. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას როგორც რაიონულ, საქალაქო, მუნიციპალურ დონეზე და აუცილებლად მივაღწევთ უფასო კვებას სკოლებში ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელსაც ჭირდებათ განათლებული, ძლიერი და ჯანსაღი მომავალი თაობა. მადლობა.